მე გურამიკო მაისავარ 8 წლის. გურამიკო, ვისაერთად ცხოვრობ? დედასთან ერთად. მამა ჩემი ციხეში, იმიტომ მე და დედა ჩემი გზევდა. საჭმელი რო არ ქონდა. მამა ჩემი სვამდა და დედა ჩემი მათხოვრობდა. მე მეუდა რომ თავს მოგაჭრიდა ხუთს ვითამაშებო. დანითიკდა იქ კარებში რომ დედა ჩემი მოსულიყო მდებარო კარებში იდგა დანით მამა ჩემი და დაურეკა დედა ჩემს და ასე ულებოდა რომ შენ თავს მოვაჭრი და მაგით თამაშე ფეხბურთსაო. ეხა უკვე სიმშვიდეა ხო შენ სახში? მოდი გურამიკო შევეცადოთ და ეს ყველაფერი დავივიწყოთ, ხო? ხო და დავივიწყოთ. ნანა დეიდა მე დედა ჩემი რომ სუდათ იყო ფიჩხეს აგროვებდი და იყრიდი და ვამწვრებდი რომ თბილად კონდეს სახლი და დედა ჩემი კარგად იყო. ფეჩსო ამთეთი ვეღარ მოვიტანე რომ მოდა დღეს ვეღარ წავალ, მაგრამ რო გადაიღებ წავალ. გურამიკო, ახალი წელი მოდის, თოვლის ბაბუს რას თხოვდი? ხო, ჩემრანი გაჭრებული ბავშვები არ დატოვოს მშიერი. შაშე თოვლის ბაბუს დავავიწყი და ნანა დედა შენ არ დაიჭრებ ახალ წელს მე და დედა ჩემი მშიერი ვიყავით. ეხლა რას ელოდები ახალი წლისგან? ეხლა ველოდები ახალი წლისგან. დედა ჩემი ვერაფერს ვერ აკეთებსო, თვალები ცუდათა. რა ჭერს თვალებზე დედიკოს? საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავს, იმიტომ რომ შაქარი აქვს. სულ ხელს მოკიდული დამყავს, ეს მაღაზიაში ვერ დადის. ეხლა დედა ჩემს გარდა არავინ. მე სულ იმაზე ფიქრობ, რომ შეშები მოვიტანო და მე ვეხმარო დედა ჩემს. გაერთხელ ვокзალზე რო ვიყავთ მე და დედა ჩემი, ის ერთმა კაცი შემხვდა და მითხრა შაურმა გინდა 5 ლარიანი და კი მეთქი და არ მიჭამია ერთი მოკვიჩე და სულ მივეცი დედა ჩემს. კარგი ბიჭი ხარ და კარგი შვილი ხარ და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. მაგის შაშანი ხო? აქ რამდენი ხანია ცხოვრობთ გურამიკო? 3 წელია. მანამდე საცხოვრობდით? მაქამდე სობელდი ხომში ბაღში. ბაღში რას ქვია? ანუ იქ ჯოხები იყო, სრული იყო ერთი და მაგიცებით მე და დედა ჩემი. ნანა დედა ჩვენ ის გადაგდებული ტახტი იყო მიცვალებული და მაგი მოვიტანეთ და მაგიცებით მე და დედა ჩემი. მიცვალებულის ტახტზე? მიცვალებულის ტახტზე ვიცექით. მერე დედი ეს საწოლი ვინ მოგიტანეთ? ეს იმან საწოლი კეთილმა ადამიანმა მომიტანა. დედა ჩემი საჭმელი რომ მოიტანეთ, მაგ ხოვრით ეხლა კიდე ზუდათ არის და ვეღარ იმაშება. მე სულ ფიქრობდა რამე გამოსვლას მიპოვი. რომ დიდი გავიზრდები 17-ის მიუშავებ და ხელფასი მექნება. აჰა, ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მე მინდა რომ ჯარისკაცი გამოვიდე. ჯარისკაცობა გინდა? რატო გინდა ჯარისკაცობა? ჯარისკაცობა მინდა რომ ხელფასს აძლევე. კაია მუშაობა, დიდი კაი ის გექნება. ძალა და კაი ბიჭი გახდები. სხვა ბავშვებს რა საქმე არ მაქვს. ცდილობ რომ დედას გული არ ვარკინო და ამიტომ არაფერს არ ვთხოვ. თოლის ბაბუ თხოვნა შეიძლება. რუსმენდი ამ პატარა ბიჭის მონაყოლს და ერთადერთი კითხვა ტრიალებდა ჩემს გონებაში. რატომ და რისთვის უნდა გადაეტანა 8 წლის ბიჭს ამდენი უბედურება?
ძალადობა და შიმშილი, დამცირება და შიში. ის ახლა 8 წლისაა და გამოსავალს დაეძებს, რომ თითქმის უსინათლო დედას როგორმე შეეშველოს. თოვლის ბაბუს კი იმას თხოვს, რომ მასავით გაჭირვებული ბავშვები მშიერი არ დატოვოს. კიდევ რომ ჩავეკითხე, დარცხვენით მითხრა, ველოსიპედი მინდა ძალიან, თუმცა ძვირიაო. ხალხის სიკეთით ბევრი ბავშვის თვალები გაბრწყინებულა. მე დღეს ისევ თქვენ მოგმართავთ, ჩემო მადლიანო ქართველებო. გავიღოთ დედაზე მზრუნველი ამ პატარა ბიჭისათვის, თუნდაც მცირედი, ვისაც რა შეგვიძლია. ეს ახლა სასწაულის და ზღაპრის ახდენის ტოლფასია მიტოვებული შენობის ერთ კუთხეში შეფარებული დედაშვილისათვის. ყველას გთხოვთ, ვინც ახლა მისმენთ, გააზიარეთ ეს ვიდეო, მხოლოდ ასე შევძლებთ შევატყობინოთ ერთმანეთს გურამიკოს ისტორია და ეს ახალი წელი დღესასწაულად ვაქციოთ მისთვის. სიკეთის ქალაქი აგროვებს გურამიკოსათვის საკვების მარაგს. ყველა რეკვიზიტი მითითებულია პოსტზე და ვიდეოს ბოლოს. ჩვენ ასე ერთად ერთმანეთის გადარჩენას შევძლებთ.